და ასე მივდივართ პროპაგანდის მთავარ მტრის ხატამდე, რომელსაც კრემლის ენაზე ქვია. Золотой миллиард. Золотой миллиард. Золотой миллиард. რეჟიმის ენაზე. Глобალური ომის პარტია. Глобალური ომის პარტია. ცივილიზებულობის პრეტენზიის მქონე რუხაძის ენაზეკი. რაღაცაზე დავაბიჯეთ ძალიან ცუდ მაზოლზე ფეხი. თორე აბა როგორ შეიძლება 193 ქვეყანაში ჩვენ ვართ ერთადერთი ამორჩეული, რომელსაც გვაგინებს მთელი დასავლეთი. წარსული, საწყოსა და მომავლის შესახებ მთელი ეს ანტიფილოსოფია სინამდვილეში ამ ფინალური გზავნილის გამყარებას ემსახურება. თითქოს დასავლეთში არსებობენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც გლობალურ პოლიტიკას განსაზღვრავენ და რომლებსაც რუსეთის დასუსტების მიზნით საქართველოს ომში ჩართვა აქვთ განზრახული. იყო სერიოზული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც რა თქმა უნდა სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, მაგრამ ეს ყველაფერი გაანადგურებდა ჩვენს ქვეყანას. აქაც ზედაპირული ფაქტები ამჟღავნებენ მთელი ამ პროპაგანდის აბსურდულობას. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს თავდასხმის უნარიანობას რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებთან მიმართებით სერიოზული განხილვაც კი არ სჭირდება. ფინანსური რესურსის, შეიარაღების, ცოცხალი ძალისა და სამხედრო წარმოების მასშტაბებში უზარმაზარ უფსკრულს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს თავის ზომასა და შესაძლებლობებთან მიმართებითაც კი მიზერულ რესურსს გამოყოფს თავდაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი საშუალოდ ახლობით მშპ-ს 1.5% შეადგენს, რაც არათუ რუსეთისა და თურქეთის, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხარჯვასაც კი ჩამორჩება. ყველა წრთმნა, რომელიც დასავლური ქვეყნების დაფინანსებითა და დახმარებით უტარდება ქართულ ჯარს, რუსეთის პოტენციური თავდასხმისას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და არა მოსკოვის აღებას. მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება საქართველოს ომში ჩართვით რუსეთის დასუსტებას და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ პროპაგანდის სულისჩამდგმელებისგან განსხვავებით, დასავლელი ლიდერებისგან არავინ ასეთი ბრიყვი არ არის. ესეც რომ არა, უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილია საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა. საქართველოში ომის დაწყებით დასავლეთი დაკარგავს ამ ალტერნატიულ სავაჭრო დერეფანსაც, რაც მხოლოდ ძირს გამოუთხრის მის ინტერესებს. დასავლეთის მიმართ კონსპირაციული უნდობლობით განწყობილი ქართველებისთვისაც კი გასაგები უნდა იყოს, რომ დასავლეთ საქართველოს ომისთვის რომ ცემეტებოდეს, ეს უბრალოდ მის ინტერესებში არ შედის და ამას თავად რუხაძეც არ უარყოფს. ჩვენი არევა იწვევს ძალიან ბევრ რაღაცას. მაგალითად დღეს საქართველოს აერიოს თურქეთი აერევა მწუჩო ნავთი ვერ ჩავა თურქეთში, ყაზახეთს ნავთი დღეს გააქვს. საქართველოს რუსული პორტები დაკეტილია და ბანდერაბადის პორტი დაკეტილია, ამიტომ საქართველოს აქ ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა.